მე ვარ მიქელანჯელო ბუონაროტი, დავიბადე 1475 წელს იტალიის პატარა ქალაქ კაპრეზეში. თუმცა ჩემი სული ყოველთვის ფლორენციას ეკუთვნოდა, იქ გავიზარდე, იქ ვისწავლე, იქ მივხვდი, რომ ხელოვნება ჩემი ბედი იყო. ჩემთვის ხელოვნება არ იყო უბრალოდ სილამაზე. ის იყო გზა ღმერთთან. როცა ქვას ვჭრიდი, ვგრძნობდი, რომ ფიგურა უკვე იქ იმალებოდა, მე მხოლოდ უნდა გამეთავისუფლებინა ის. ასე დაიბადა დავითის ქანდაკება, არა მხოლოდ ახალგაზრდა გმირი, არამედ სიმბოლო ძალისა, სიკვდილისა და ადამიანის შეუპოვრობისა. ყველაზე დიდი გამოწვევა იყო სიქსტის კაპელა. 4 წელი, უსასრულო შრომა, უმძიმესი პირობები. ხშირად ვბრაზობდი, ვსუსხავდი, მაგრამ როცა მაღლა ვხატავდი, ვგრძნობდი, რომ თვითონ ღმერთის ისტორიას ვწერდი ფერებით. ქმნა ადამისა, ეს წამია, როცა ღმერთი და ადამიანი ერთმანეთს ეხებიან, სიცოცხლე იბადება. ხშირად ამბობდნენ, რომ მკაცრი და ხისტი ვიყავი. სიმართლე კი ისაა, მთელი ცხოვრება ბრძოლა იყო, ბრძოლა ქვასთან, ბრძოლა სხეულთან, ბრძოლა სულთან. მე მჯეროდა, რომ ხელოვნებას უნდა ჰქონდეს ძალა, რომელიც ადამიანებს გადაატანინებს ტკივილს და აჩვენებს ღვთიურ სილამაზეს. მე არ მეშინოდა სიკვდილის. მეშინოდა მხოლოდ ერთის, რომ ვერ მივხვდებოდი სრულყოფილებას. მაგრამ დღეს ვიცი, სრულყოფილება არ არსებობს. არსებობს მხოლოდ გზა, რომელიც მასთან მიგვიყვანს, და თუ რამეს გიტოვებთ, ეს არის, ხელოვნებაში და ცხოვრებაში არ დანებდეთ ბრძოლას. ქვის შიგნით ყოველთვის იმალება საოცარი სილამაზე, თქვენ უბრალოდ უნდა გაათავისუფლოთ იგი.